კროკოდილთან პირისპირ შეხვედრა. ხო, საკვების სამოთხეში მოხვედრა რთულია. ეს ბიჭები თითქმის დარბიან ამ მანგროვებში. თუ დიდ მამს ვერ ვიპოვი, მაშინ მშიერი დავრჩები. ასეა ეს ყველაფერი. ცეცხლი უკვე ანთებულია და საჭმელი მზადდება. მოდით გაგაცნობთ მონადირეებს. ჩვენთან არიან ავენი, ვეტერანი, მეკი, ნიჭიერი და გიო მშიერი. ღმერთო ჩემო ბიჭებო, შეხედეთ ამას ახლავე. ჩვენ ღრმად ვართ ამ მანგროვების სისტემაში და მომდევნო 24 საათის განმავლობაში ბიჭებო, მე ინდონეზიელ ადგილობრივებთან ერთად ვიკვლევ. და რასაც ვეძებთ, ეს არის მოუხელთებელი გიგანტური ტალახის კიბორჩხალა. როგორც ხედავთ, ჩვენ ახლა ღრმად ვართ ამ მანგროვების სისტემაში და ფაქტობრივად ისინი მაჩვენებენ თავიანთ მეთოდებს. ისინი გამოიყენებენ ტრადიციულ მეთოდებს, რომელსაც ასობით და ათასობით წელია იყენებენ ამ კიბორჩხალების დასაჭერად აქ. და თითები გადავაჯვალედინოთ. ცოტა მოგვიანებით ცეცხლზე ნამდვილი გიგანტების ჭამას ვაპირებთ. თუ ვერაფერს დავიჭერთ, მშიერი დავჩებით. შეგიძლიათ ნახოთ ბიჭები წინ, აქვე. ამ ეტაპზე ჩვენი გეგმაა გამოვიკვლიოთ ეს მანგროსები და ვიპოვოთ გიგანტური ტალახის კიბორჩხალა. როგორც ხედავთ, ახლა პირდაპირ ტალახში ვიძირები. აქ არის ერთი ხვრელი, ასე რომ იქ შიგნით კიბორჩხალა ხო არ არის? ესე იგი ქვემოთ კიბორჩხალაა. შეხედე ამას. მან ახლახან ამოიღო ეს პატარა ბრჭყალი. შეგიძლია გაიგონო ეს ხახუნის ხმა. ეს ძირითადად არის ფოლადის ხახუნის ხმა, რომელიც ეხახუნება კიბორჩხალას ბრჭყალს ამ ბაკანს. ხო, და მერე ხელისფერი. კარგი, ეხლა ორივე ბრჭყალი ამოღებული აქვს, ასე რომ თითქმის უბრჭყალოა, ასე რომ უბრალოდ ეხლა აიღე. აი ესე. ეხლა მას უკვე პირველი კიბორჩხალა აქვს დღეს ბიჭებო, ხედავთ? ეს უბრალოდ პატარა მდედრია. ცხადია ბიჭებო, ავსტრალიაში ეს პატარა მდედრი ალბათ გადარჩებოდა. აქ ინდონეზიაში ბიჭებო, თქვენ უნდა პატივი უნდა სცეთ იმას, როგორ აკეთებენ ამას აქ. ეს ბიჭები ამას აკეთებენ ალბათ ფულის საშოვნელად და ოჯახი არ ჩინონ. ხო, აქ თითქმის ყველაფერს იღებენ, ასაც იპოვიან, ეს საკმაოდ მდგრადია. როგორც ხედავთ, ეს მანგროს სისტემა ძალიან დიდი და ვრცელია. ისინი ძირითადად მხოლოდ რამდენიმე კიბორჩხალას პოულობენ, იღებენ, მიყავთ და ყიდიან. არანაირად ვერ ვეტყვი მათ, რომ ეს მდედრია და უნდა დავაბრუნოთ. ბიჭებო, დღეს ჩემი მისია იქნება, რომ არც ერთი მდედრი არ შევჭამო. ასე რომ ბიჭებო, დღეს დიდი მამრები უნდა ვიპოვოთ, კარგი? აი ესე. თუ დიდ მამს ვიპოვით, სიამოვნებით შევჭამ, მაგრამ თუ მდედრებს ვიპოვით, ამ ბიჭებს მივცემ უფლებას, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. ეს მანგროს სისტემა რეალურად რამდენად შორს ვრცელდება? აქედან ოკეანემდე დაახლოებით 10 კილომეტრია. ასე რომ ახლა მანგროს სისტემის დაახლოებით 10 კილომეტრობით გვაქვს გამოსაკვლევი. ეს ბიჭები მართლა მაგრები არიან. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამას ყოველდღე აკეთებენ, რომ საჭმელი ქონდეთ. იმიტომ რომ ეს ბიჭები უბრალოდ ენერგიულად მიიწევენ მანგროებში, კაცო. ეხლა თუ გახსოვთ, ავსტრალიაში გიგანტურ ტალახის კიბორჩხალებზე სულ მარცხი მქონდა. ალბათ ეს არის ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში ბიჭებო, როცა მართლა მინდა კიბორჩხალები ვიპოვო. იმედი მაქვს ეს ბიჭები აქ ინდონეზიაში მაჩვენებენ, რომ აქ უფრო ბევრია და შეგვიძლია გიგანტური ვიპოვოთ. კარგად ხარ, შხამი. ბიჭები დაეცნენ. ბიჭები აქეთ-იქით სულ ეცემიან. ეს ხო ნამდვილად სიგიჟეა ბიჭებო. ეს ბიჭები ფაქტობრივად ამ მანგროსებში დარბიან. უბრალოდ წარმოუდგენელია რა სისწრაფით მოძრაობენ. რამე? არაფერი. ასე რომ ეს არის ის, რასაც ისინი აქ იყენებენ ბიჭებო. შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან გავს იმას, რასაც ჩვენ ვიყენებთ. ხის ნაჭერია, ბოლოში პატარა კაუჭი აქვს, ძირითადად ცდილობენ მგონი ეს შეაცურონ კიბორჩხალის კლანში და ამოიღონ. აქ ნამდვილად სიგიჟეა. არასდროს მიფიქრია, რომ ჯანდაბა, ინდონეზიაში მანგროს თხეში ვივლიდი. ბიჭებთან ერთად, რომლებიც ამას ათასობით და ასობით წელი აკეთებენ. და სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ვცდილობ, ფეხი აუწყო ბიჭებო. ასე რომ, ცდი. აი ესე სტრაფად ვცდილობ ეხლა ვიმოძრაო ბიჭებო. ბიჭებმა აქ რაღაც სასაცილო თქვეს. ამბობენ რომ საჭმლის სამოთხეში მოხვედრა რთულია. ესაა მათი ნათქვამი. მითხრეს რომ ეს მანგროს სისტემა მთლიანად აქვს დამუშავებული და რუკაზე დატანილი. იციან სად არის თითოეული ხვრელი და თითქმის ყველა სამალავი, სადაც ტალახის კიბორჩხალა შეიძლება იმალებოდეს. და თუ შეამჩნევენ ახალ ტალახს ან რაიმე მოძრაობას ან მსგავს რამეს, მაშინ ჩვეულებრივ ამოწმებენ. ამიტომაც მოძრაობენ ასე სტრაფად. ეს დიდი ტალახის მოლუსკია. აი აქ შეგიძლიათ ნახოთ. თქვენ ჭამთ ამას? კი, კარგი. ესენი ჭამენ ამ დიდ ტალახის მოლუსკებს. ასე რომ ეხლა ჩანთაში დებენ ამას. ეხლა ისე ვიმრავლობთ, როგორც ვიღაც, ვისაც სესხი აქვს და ძალიან ნერვიულობს თვირფასო. ესენი ფაქტობრივად მაიძულებენ, რომ მანგროსებში მარათონი გავირბინო. კარგი, კიდევ 10 კილომეტრი გვაქვს გასავლელი. 1 კილომეტრი უკვე გავიარეთ. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ბიჭებმა ეხლა დიდი მგონი ჩამოშვერილი ადგილი იპოვეს აქვე და ამბობენ, რომ ახალი ტალახია. მგონია რომ შეიძლება აქ კიბორჩხალა იყოს. შეგიძლია ის ჟღარულის ხმა გაიგონო. ეხლა უკვე დაიჭირა. გამოდის. დაიჭირა.
უბრალოდ პატარა კრაბია. ეს სწორად არ მეჩვენება ბიჭებო, უბრალოდ ეუბნებით. გონი რომ პატარა მდედრები დააბრუნონ, ასე რომ მათ უნდა გააკეთონ ისაც უნდა გააკეთონ. თუ მათ სურთ პატარა მდედრები დაიტოვონ, მაშინ ეგეც კარგია. მაგრამ მე არ მივიღებ მონაწილეობას იმ პატარა მდედრების ჭამაში. უბრალოდ იმიტომ რომ თუ ეს არ მომწონს, არ ვაპირებ ამის გაკეთებას. მოკლედ ბიჭებო, აქ დიდი მამრი უნდა ვიპოვოთ, თორე მართლა მშიერი დავჩები. კარგი. აქ ბიჭები ბავშვობიდანვე ტალახის კიბორჩხალებზე ნადირობენ. მათ მშობლებმა ასწავლეს, როგორ უნდა დაიჭირონ ტალახის კიბორჩხალა. და როგორც ჩანს, სკოლაში სწავლის დროსაც აქ გამოდიოდნენ და თიხის კიბორჩხალებზე ნადირობდნენ. ასე იხდიდნენ სწავლის საფასურს. ეხლა ბიჭებს კითხე, რამდენად ხშირად ჭამენ თიხის კიბორჩხალას? და როგორც ჩანს, ისინი თიხის კიბორჩხალას ყოველდღე ჭამენ. როგორც იცით, ავსტრალიაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ამ თიხის კიბორჩხალაში დიდ ფულს იხდიან და ის ფაქტი, რომ ისინი ამას ყოველდღე ჭამენ ძმაო, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ეხლა ღრმა არხისკენ მივდივართ, რაც ვფიქრობ საკმაოდ კარგი ადგილია კიბორჩხალების საპოვნელად. როგორც ჩანს, ეს მანგროს სისტემა საკმაოდ ცნობილია ნიანგებით, ასე რომ უბრალოდ უნდა ვიმედოვნოთ, რომ აქ დიდი მარილიანი წყლის ნიანგი არ შეგვხვდება. მაგრამ ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო ძმაო. აქ ადგილობრივებთან ერთად ვარ. არანაირად არ დავბრუნდები უკან მხოლოდ ნიანგის გამო. ძმაო, თუ ნიანგთან PSP შევეჯახებით, მაშინ თამაში იწყება მგონი. ნიანგი გრილზე შევწვათ. ადგილობრივი ბიჭები ამბობენ, რომ არაფერია ისეთი, რაც გრილზე ვერ შეიწვება, ასე რომ უბრალოდ აქ ნახეს ხვრელი. შიგნით კიბორჩხალა. კარგი, აი აქ აქვს. აი ისიც აქ არის. პატარა მამრია, აი იქვე. კარგი მუშაობაა. ვაიმე. ჯერ კიდევ არ არის ის ზომა, რომელსაც აქ ვეძებთ, მაგრამ გვინდა ვიპოვოთ დიდი, ძალიან დიდი. ნამდვილ გიგანტს ვეძებთ, კაცო, სხვა გზა არ არის. თუ ბიდმამს ვერ ვიპოვით, მშიერი დავჩები. ასე მიდის საქმე. ამ ცხეულ ინდონეზიურ შორეულ მანგროს სისტემას არ დავტოვებ, სანამ გიგანტურ მამრს არ ვიპოვი. მათ თავში თითქოს Google Maps აქვს ჩამოტვირთული. ზუსტად იციან სად მიდიან აქ. ეხლა ალბათ 4 კილომეტრით შიგნით ვართ ამ მანგროს სისტემაში. ყველაფერი ჩვენთვის ერთნაირად გამოიყურება უკვე. მაგრამ ამ ბიჭებმა თითოეული ნაბიჯი იციან, თითოეული ხვრელი იციან. კარგი ბიჭებს ვეკითხები, აქ ყველგან ნიანგებია თუ არა და ასე შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ რაც უფრო ახლოს მივდივართ მდინარის შესართავთან, მით უფრო მეტი შანსია, რომ ნიანგს პირისპირ შევხვდეთ. ხოლო ცოტა შემაშინებელია ეს შეგრძნება. არ მოგატყუებთ. დასაკეთებენ თუ ნიანგს პირისპირ შეხვდებიან. შეგიძლია გკითხო მათ? ალბათ გავიქცეთ. არა, გავიქცეთ. დიახ, ჩვენ ვეძებთ საჭმელს და ისინიც საჭმელს ეძებენ, ასე რომ ჩვენც გაურბივართ. ისინი აგროვებენ ამ დიდ ტალახის მოლუსკებს, ყიდიან ამას, ინახავენ, ვფიქრობ საჭმელადაა. უმეტესობა ამის შესახებ იცის, ასე რომ კი არავინ ყიდულობს, უბრალოდ ჭამენ. ცოტა მოგვიანებით რამდენიმე მათგანს ვწდი. მაგრამ იცით, თუ დიდ მამტალახის კიბორჩხალას ვერ ვიპოვით, ძალიან გავტყდები. ასე რომ ბიჭებო, დიდი მამტალახის კიბორჩხალა გჭირდება. უნდა ვიპოვოთ, წავედით. ჩვეულებრივ ეს ყველაფერი წყლის ქვეშაა, ეხლა უზარმაზარი დაბალი მიქცევაა. წყალი მთლიანად გასულია. აი რატომ შეგვიძლია ამ მანგროს სისტემაში გავლა? ერთადერთი გზა რომ შეანელო ისინი სიგარეტის შეთავაზებაა. ასე რომ უბრალოდ სულ ეძახე რომ დაბრუნდნენ. ბიჭებო, გვაქვს სიგარეტი, დაბრუნდით. ესაა ერთადერთი გზა რომ დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ მტვერში გტოვებენ. ვერ დაიჯერებთ ბიჭებო, ძალიან მწყურია ეხლა. შეხედეთ ამას. კოკოსი გვაქვს, შიგნით არაფერი არის. როგორც კი ვიფიქრეთ, რომ სითხე გქონდა, ამაში არაფერი აღმოჩნდა. ჯანდაბა. კარგი. გონი მივახციეთ ამ მანგროს სისტემის ბოლოს. შეხედე ამას. აქ ლამაზი მწვანე ტბაა. გონია ცოტა კიდე უნდა წავიდეთ. ამ გზით არის დიდი ხვრელები. აქ ბიჭები ამბობენ, რომ რამდენიმე ნიანგი უნახავთ, ასე რომ როცა მართლა მოშიებიან, აშკარად ამ მანგროს სისტემებში ღრმა დამოდიან. ამიტომ ვეცდები. წყლის პირას არ მივიდე, რადგან არ მინდა მარილიან წყლიანი ნიანგი შემჭამოს. არ უყუროთ მათ როგორც ძროხებს. ცხენები წყლისთვის მოდიან. და მერე ნიანგი უბრალოდ საჭმელისთვის მოდის. კარგი, ასე რომ ნიანგები ძირითადად ამ ნაპირზე ჩასაფრებულები არიან, მოდი უბრალოდ წყალს მოვშორდეთ, მე არ ვაპირებ მათი შემდეგი ლუკმა გავხდე, ეს არ მოხდება. სწორია, ჩვენ მას შევხვდებით. ვირბენთ? ჩვენ მას შევხვდებით, ვირბენთ. ეს არის გეგმა. გონი ბიჭებმა აქ დიდი კიბორჩხალა იპოვეს ბიჭებო. შეხედეთ ამას. ის კარგი ადამიანია. ეს მდედრი კიბორჩხალა დავიჭირეთ. ეხლა ძალიან აღელვებულია, ხედავთ? ეს მდედრები ბევრად უფრო მებრძოლები არიან ვიდრე მამრები. ვფიქრობ ეს კიბორჩხალების სამყაროშიც ასეა და რეალურ სამყაროშიც 100%-ით. ამას დავიტოვებთ. ეს საკმაოდ კარგი ზომის მდედრია. კარგი მდედრი ბიჭებო, კარგი საქმეა. დღეს უფრო დიდი კიბორჩხალაა. ეს მაინც არ არის ის მონსტრი მამრი, რომელსაც ვეძებთ. დიდი მონსტრი მამრი უნდა ვიპოვოთ. და იმედია თუ ერთ-ერთ ასეთ ბიჭს ვიპოვით, ცოტა მოგვიანებით შევძლებთ მის მომზადებას. ბიჭები ძირითადად ამბობენ, რომ ეს დიდი მდედრი ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ აქვე მამრიც უნდა იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ სადღაც ახლო-მახლო დიდი მამრი უნდა დადიოდეს, რომელიც ამ მდედრთან ჯვარდება.
შეხედე ამას. მათ ახლა ხან ძალიან დიდი კიბორჩხალა შენიშნეს. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამ კიბორჩხალას ბიჭებო. ხორ ხუმრობთ. შეხედეთ ამას. ეს დიდი მამალია. ეს დიდი მამალია. ეს დიდი პტირია. ეს დიდი მამალია. მამალია, კარგი, შეხედეთ ამას ბიჭებო. აი ამისთვის მოვედით. შეხედეთ ამას ბიჭებო. აი ეს გვინდოდა. შეხედეთ ამ კიბორჩხალას. გავაკეთეთ ეს ძმაო, შეხედეთ ამ გიგანტურ მამრტალახის კიბორჩხალას. იეჰა. გავაკეთეთ ეს ბიჭებო. შეხედე ამ კლანჭებს ძმაო. ძალიან ჟანგისფერი აქვს აქ. აქვს მუქი, თითქოს ნარინჯისფერი. ყოველ შემთხვევაში ავსტრალიაში როცა ასეთი ძალიან ჟანგისფერი აქვთ, ეს მუქი ნარინჯისფერი, ეს ნიშნავს რომ ისინი ალბათ მალე გამოიცვლიან ბაკანს და ახალი ბაკანი ექნებათ. ბიჭებს უთხარი, მოდი ვიპოვოთ ადგილი. გავაკეთოთ ბარბეკიუ. მოდით მოვამზადოთ საჭმელი და ამას ლანჩზე მივირთმევთ. რას ფიქრობ, ჯიო? კი. წავიდეთ აქედან. ჩვენ ეს შევძელით ძმაო. კარგი. ნახე, ის უფრო დიდი. მშია. ხო, მეც მშია. ეხლა ვსეირნობთ, ვაგროვებ ჩეშას ამ ხეებიდან, როგორც ხედავ ჩემს უკან. ცეცხლს აქვე, ამ ტბასთან დავანთებთ. ცეცხლს დავანთებთ და მაშინვე იმ ტალახის კიბორჩხალებს მოვამზადებთ. აქ ცოტაც შეოფლიანდით, არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ საშინლად მშია. ვფიქრობ ცეცხლი დავანთოთ. კარგი, ცოტა მოძრაობა. ეს ყველაფერი მშრალია. კარგი, აქ რას აკეთებ? ხის ცეცხლის დასანთებად. აქ უბრალოდ პატარა ქერქი მოაცილეს, ხედავ და უკვე ცეცხლის დანთებას იწყებენ. ისინი ნელ-ნელა უმატებენ პატარა ტოტებს ამ ცეცხლს. აშკარად უნდათ ნელა ააგონ ცეცხლი. ეხლა აქ ისინი ნახშირის ფენას აკეთებენ, თუ პირდაპირ ალზედებენ. ტალახის კიბორჩხალა. როგორ აკეთებენ ამას? პირდაპირ ალზე? კარგი, მოდი ეს ცეცხლი მოვამზადოთ და ტალახის კიბორჩხალას შევწავთ, კაცო. ისე აღფრთოვანებული ვარ. გავაკეთეთ ბიჭებო. უბრალოდ ნელა ვაშენეთ, რომ ეხლა უკვე მთელი ჩიტის ბუდეს გავს. ძლიერია. კარგი, ცოტა დიდი ხეა. კარგი, ეხლა ცეცხლი დავანთე საჭმლისთვის, ყველა ბიჭი აქ არის და ვფიქრობ ამაზე, ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული მანგროვა, რაც კი ოდესმე გამივლია ჩემს ხორებაში. ეს ბევრად უფრო მყარია და უბრალოდ მტკივნეულია. მეგობრებო, ძალიან მომშივდა. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე საშინლად მშივა და აღარ შემიძლია დაველოდო, როდის დავდებ იმ კიბორჩხალას პირდაპირ ცეცხლზე. ამისთვის ცხოვრობ ახლა. აქ ვართ. ვაპირებთ ამ ნადიმით დავთქვეთ, უკვე მზადდება. იცით რა დაწერეთ კომენტარებში, ახლა კომენტარებში უკვე ცხელა, ყველას ძალიან მიყვარხართ. აქვე გვაქვს გიგანტური კიბორჩხალა, მეგობრებო. აპირებდნენ პირდაპირ ცეცხლზე დაედოთ, სრულიად ცოცხალი, მაგრამ მე ვთხოვე რომ ჰუმანურად მოეკლათ. და ახლა ამას ყველაზე ჰუმანური გზით გავაკეთებთ. ფაქტობრივად ცენტრალური ნერვული სისტემა სწორედ აქ არის სხეულში. უბრალოდ ერთი დარტყმა პირდაპირ ქვემოთ ასე და ამ წამიდან ის სრულიად მკვდარია, მეგობრებო. ის მკვდარია, როგორც ხედავთ. თითქმის აღარაფერი შერჩა. აი მონსტრი ტალახის კიბორჩხალა, მეგობრებო. ეხლა პირდაპირ ცეცხლზე დავდებთ. ის პირდაპირ ცეცხლზე შეიწვება. უბრალოდ საოცარია. ასე უნდა გაკეთდეს. მის კლანჭებს ჯერ კიდევ მოძრაობენ. ეს ალბათ ნერვების და მსგავსი რაღაცების ბრალია. ეხლა ეს კიბორჩხალა თავისივე წვენში იხაშება, როგორც ხედავთ. ამან ძალიან მომშივა ახლა. ხო, გვერდით იმ ჭაობის მიდიებსაც დადებენ, აც იპოვეს. ჩვეულებრივ, რამდენ ხანს ტოვებენ კიბორჩხალას ცეცხლზე? 10 წუთი. 10 წუთი? კი. კი. როგორც კი მკვეთრ ნარინჯისფრად იქცევა, მერე ცეცხლიდან იღებენ. კი. ასევეა ავსტრალიაშიც. დაახლოებით 10 წუთი პირდაპირ ცეცხლზე, როცა ის ნათელი ნარინჯისფერი ხდება, მაშინ ხვდები რომ თითქმის ბროა მოაშორო. მართლა ძალიან მაინტერესებს განსხვავებული გემო ექნება თუ არა, იმათთან შედარებით, რასაც ავსტრალიაში ვიღებთ. ასე რომ კი ეს ძალიან საინტერესოა. ვაუ, როგორც კი მიდიები გაიხსნება, ისინი თითქმის მზადაა საჭმელად, ეგ არის? ხო. კარგი, ასე რომ როგორც კი ეს მიდიები გაიხსნება, ბიჭები მაშინვე დაიწყებენ ჭამას. შეგიძლიათ ნახოთ ისინი პირდაპირ აქ. ასეთი დიდი ტალახის მიდია არასდროს მიჭამია, ასე რომ მართლა ძალიან აღფრთოვანებული ვარ რომ ცადო. ამ უზარმაზარი ტალახის კიბორჩხალასთვის ბიჭებო, ინდონეზიაში სავარაუდოდ რესტორნებს დაახლოებით 14 ხდიან. აქ იმ გიგანტურ მამტალახის კიბორჩხალებზე, ან საერთოდ ნებისმიერ ტალახის კიბორჩხალაზე, კილოგრამში 7 ავსტრალიურ დოლარს იღებენ. ასე რომ ხო, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რამდენი ღირს ტალახის კიბორჩხალა სუპერმარკეტებში და თქვენს რესტორნებში? წარმოუდგენელია, რომ ასე იაფად ყიდიან. ეხლა ზღვის პროდუქტების ნამდვილი სუფრა გვაქვს. დროა ბიჭებმა დაიწყონ ჭამა. ბიჭებო, დღეს მართლაც კარგი ნადირობა გქონდა. ვფიქრობ, დროა ყველამ ცოტა ზღვის პროდუქტი ავიღოთ და დავთქვეთ. ცოტა საჭმელი მივირთვათ, ჩვენ ეს შევძელით.
ვიპოვეთ გიგანტური მამრობითი ტალახის კიბორჩხალა, ასე რომ მიდით აიღეთ რაც გინდათ. თქვენი ყავით ისინი, ვინც მაჩვენეთ სად უნდა ტავსულიყავი, ასე რომ თქვენ აიღეთ. კარგი, ჯერ ტალახის მიდიებს დავაგემოვნებთ, ყველანი ერთ ვწდით. ხო. კარგი. ყველანი ერთ ვწდით, მე არასდროს მიჭამია ეს ადრე. ხედავთ ესენი არიან ტალახის მიდიები, რომლებიც ვიპოვეთ, ასე რომ გაგიმარჯვოთ ბიჭებო. უჰუ! ეს სკალოპისა და ხამანსკის ნაზავს გავს. კი? მე მგონი ესაა საუკეთესო გზა რომ ასე აუხსნა. ის ოდნავ ხეჭვადია, როგორც სკალოპი, მაგრამ ხამანსკის გემო აქვს. ასე რომ სინამდვილეში ძალიან კარგია. მომწონს. კარგია. დროამ ფავალკერძზე გადავიდეთ, ძმაო. ეს გიგანტური მამრი, ტალახის კიბორჩხალა, რომელიც ავიდეთ. ეხლა ერთ-ერთს მოვატეხავ. ბიჭებო, ხო არ გეწინებათ თუ დიდ ლოლიპოპს ავირებ? ხო არ არის პრობლემა? შენე გაიღე. შეიძლება ვსადო? კარგი. ო, ნახეთ ეს ეხლა ბიჭებო. ჩვენ გვაქვს გიგანტური მამრი, ტალახის კიბორჩხალის ლოლიპოპი. ნახეთ ეს. ეს კიბორჩხალა მთლიანად სავსე იყო ხორცით. შეგიძლიათ აქვე ნახოთ. კარგი, ჩვენ გვაქვს ეს უზარმაზარი ლოლიპოპი ბიჭებო. დროა შეუდგეთ საქმეს. ინდონეზიური ტალახის კიბორჩხალა. ვნახოთ როგორ წავა. ვაუ. ვერ აქვთ რამდენად გემრიელია ეს ბიჭებო. ეს პირდაპირ ერთ-ერთი საუკეთესო ზღვის პროდუქტია. უბრალოდ უგემრიელესია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ზღვის პროდუქტია, რაც დედამიწაზე შეგიძლიათ მიიღოთ. სწორედ აქ. გიგანტური ტალახის კიბორჩხალა პირდაპირ იმ ტალახიანი მეჩეჩებიდან, რომელიც ჩვენს უკანაა. მე და ბიჭები ყველაფერს შევჭამ ბიჭებო. ეს ჩვენი საჭმელია. ძალიან მიხარია რომ ამ ყველაფერში თქვენს გამოგიყოლეთ. მინდა დიდი მადლობა გითხრათ. მადლობა მაკოვსკის და ყველა თქვენგანს ბიჭებო რომ წაგვიყვანეთ. ეს ერთი გიჟური ეპიზოდი იყო. არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. შემდეგი თავგადასავლის დროს ისევ გნახავთ ბიჭებო. დიდი სიყვარული. შიჰუ.